საგამშვიდობის მივესალმებით რუსთავის ტელემაყურებელს, ასევე ლოტო 642-ის მოთამაშეებს თავისთავად ცხადეთ, აკო ჩორგოლაშვილი, ზურა გორგაძე, კვლავ თქვენთან ერთად, ისევე როგორც ყოველ სამშაბათს და პარასკევს და კიდევ ერთხელ იმის შანსი, რომ მოიგოთ ისეთი არაჩვეულებრივი თანხები, რომელსაც ახლა ავაჟღერებთ, პრინციპში თქვენ ძალიან კარგად იცით ჯეკპოტის შესახებ. კი, ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება ორივე მათგანი, ასევე მესამე საპრიზო კატეგორიაც და მოდი დავასახელოთ და გავაჟღეროთ ერთად, რამდენ შეადგენს ის 1,833,427 ლარი არის ჯეკპოტი და მეორე საპრიზო კატეგორია, რომელიც 100,000 ლარს უკვე გადასცა და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც უკვე შეიძინეთ ბილეთები საქართველოს ეროვნული ლოტარიის ლოტო 642-ის, ბუნებრივია გაქვთ შესაძლებლობა, რომ ეს თანხები სწორედ დღეს გახდეს რომელიმე თქვენგანის. და ჩვენ აღარ დავაყოვნებთ, გადავინაცვლებთ ღილაკისკენ, გისურვებთ წარმატებას და აბა იღბალს 3-2-1 ნახოთ როგორ კომბინაცია შემოგთავაზებს დღეს ჩვენი ლოტოტრონი, ბოლო პერიოდში მწვანე და წითელი ლიდერობს. ძალიან აქტიურობენ. სტატისტიკა უკვე შეგვიძლია დავდოთ თამამად, აი მწვანემ გახსნა დღევანდელი გათამაშება პარალელურად. 32 შემოგვიგორდა ამასობაში გახსნა მან დღევანდელი გათამაშება და ვნახოთ. იქნება თუ არა მეორე მომგებიანი ბურთი წითელი, მაგრამ არა ამჯერად ლურჯი ფერის მოგორდა ჩვენამდე. 25 გახლავთ მეორე მომგებიანი ბურთი და დავალოთ ბოლო დროინდელი სტატისტიკა და ლურჯი ლიდერობს დღევანდელ გათამაშებაში 37 შემოგვიგორდა მესამე მომგებიან ბურთად. აბა ვნახოთ მეოთხე მომგებიან ბურთს რაც შემოგთავაზებს. ყვითელი ფერი 16 რიცხვი ჩამოვარდა ამ შემთხვევაში. 16 გახლავთ ის და მეხუთე მომგებიან ბურთსაც ველოდებით. ისე ლურჯი მოგორავს ჩვენთან 36 გახლავთ მეხუთე მომგებიანი ბურთი. და მეექვსე მომგებიანი ბურთი გჭირდება ახლა, ლოტოტრონი შემოგთავაზებს მას წამზე და ის 38 გახლავთ, მეექვსე მომგებიანი ბურთი იცით რომ ჯეკპოტის მოსაგებად არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. და ისევ ყვითელი ბონუს რიცხვად 27 გადაწყვიტა დღეს ჩვენმა ლოტოტრონმა. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ კომბინაცია 32-ით ვიწყებთ, 25-ით ვაგრძელებთ, 17, 16, 36, 38 და ბონუს რიცხვი გახლავთ 27. ძალიან მალე ჩვენ გავიგებთ შედეგებს, პრინციპში ადამიანებმა რომლებმაც მოიგეთ და კარგი შედეგები გაქვთ, მათ უკვე იცით თქვენი ბილეთებიდან და კომბინაციიდან გამომდინარე, თუმცა აქაც გამოჩნდება შედეგები და მალე ჩვენ ყველას ერთად გაგვიზიარებენ თუ რა მოხდა დღევანდელ გათამაშებაში. და ვიდრე გავეცნობოდეთ შედეგებს, მანამდე რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ იმისთვის რომ ჩაერთოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის ლოტო 642-ის გათამაშებაში, ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯი და ეს არის რა თუ არა ბილეთის შეძენა. ამისთვის თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს www.loto.gr, შეავსოთ თქვენთვის სასურველი ციფრთა კომბინაციით ის და სხვა დაელოდოთ სამშაბათს და პარასკევს რუსთავის პირდაპირ ეთერში ხვდებით ხოლმე ჩვენ ერთმანეთს როგორც კი გადასწდება ხოლმე ცხვრის ნახევარს. კი ბატონო, სხვა გზებიც არსებობს ამისთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარეობს ლოტოს ჟიხურები, ეს ლოტოს ერთგულმა მოთამაშეებმა ძალიან კარგად იცით და ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში შეხვდებით სერვის ცენტრებს, სადაც ძალიან კომფორტულად მოგემსახურებიან ადამიანები, გისურვებენ წარმატებას, რომელიც არ დააყოვნებს, მე დარწმუნებული ვარ. აი ახლა უკვე კი შედეგების დრო დადგა. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ველოდებით შედეგებს. დღეს მეხუთე და მეექვსე კატეგორიაში გვყავს გამარჯვებულები, სულ 26 ადამიანი ყავს. ჯეკპოტი ვერ წარმატებას გისურვებთ. მეორე მესამე და ვერ მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო გათამაშებისთვის ტრადიციულად გაიზრდება ის თანხები, რომელსაც ახლა ადევნებდით თვალს. გისურვებთ წარმატებას თითოეულ თქვენგანს, იღბლიან საღამოს და მშვიდობიანს, რაც თავარია. გემშვიდობებთ.